გათხოვილი ვარ, ორი შვილი ყავს, ქმართან ნორმალური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ მომწონს ერთი მამაკაცი და რა მოხდება, რომ მასთან წავიგულავ. აი, ასეთ შინაარსის წერილი შემოვიდა. ახალგაზრდა ქალისაგან 30 წლის ვარო, მიწერა. ეხლა მე არ დავიწყებ მორალისტობას, რომ ატატა როგორ შეიძლება, ეს თქვენთვის მომინდია მორალისტებო, ვინც ხართ ესეთები. და ვინც იცის, რომ ცხოვრებაში ესეც ხდება, ისიც ხდება, ყველაფერი ხდება. რომ საკმაოდ ძნელი და მოსაწყენია ოჯახური ცხოვრება, ეს ვისაც ესმის და ახალგაზრდა ადამიანებს ხდება ხოლმე რომ გაურბით თვალი და არა მარტო თვალი, ხან გულით და კიდევ სხვა რაღაცეებით სხვაზე. და ერთის მხრივ თითქოს, ოკეი, რა მოხდა ჩუმად ადამიანი წაიგულავებს და აი განა თუ რა დაუშავდება ამით ოჯახს, ხო? გახალისდება და მაგრამ უყურეთ საქმე რაშია. ესეთი წაგულავება მე კაცების მხრიდან უფრო შესაძლებელია, რას გულისხმობიცით, ოჯახისთვის უმტკივნეულოდ წაგულავება. კაცის მხრიდან უფრო შესაძლებელია. და აგიხსნით რატომ? ამას აქვს თავისი კონკრეტული თმა რანაირად არის. არ მეაქცია, ანტენა ეს ვიჭერ ინფორმაციას ესე რა. თქვენ რა გონიათ ყოფილი თავში მაქვს? არა, ანტენით ჩამოდი. ხო, ეს არ არის რაღაც მორალისტობა ან ვიღაცისთვის იმის მიცემა, რა ქვია, მწვანე სანდება. არამედ ეს არის კონკრეტული ფსიქოლოგიური და უფრო ფსიქოლოგიურიც კი არა, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტი, რომელიც დადგენილია. რას გულისხმობ, უყურეთ? კაცებს ინტიმური კონტაქტის დროს, რა თქმა უნდა, ისინი იღებენ სიამოვნებას. ისევე როგორც ქალები. მაგრამ ეს სიამოვნება სხვადასხვაგვარია და სხვადასხვა ჰორმონები გამოიყოფა ადამიანში ამ აქტის ხარჯზე, ფონზე და შემდგომ. კაცს გამოიყოფა დოფამინი. დოფამინი არის გამარჯვების სიამოვნება და სიხარული, ხო? და იგივე როგორც მაგალითად გაიმარჯოს რინგზე, ხო? გაიმარჯვა რა და სიამოვნებია. და ეს დოფამინი, ოკეი, რაღაც პერიოდი გასტანს, მერე გაუჩინარდება მისი სისხლიდან და ორგანიზმიდან და ის ჩვეულებრივ პირვანდელ მდგომარეობაში ბრუნდება, რაც ჰქონდა ამ კონტაქტამდე. არანაირი მიჯაჭვულობა, არანაირი შეყვარებულობა, არაფერი მამაკაცს არ უჩდება. და ქალებს რა გვემართებ? რა უსამართლობა რა. ესე იგი, საკმარისია ქალისთვის ერთხელ ორჯერ მამაკაცთან კონდეს ახლო ურთიერთობა და განიცადოს სიამოვნება. ქალის ორგანიზმში გარდა დოფამინისა ასევე გამომუშავდება ოქსიტოცინი, ანუ სულ სხვაგვარი, ესეც სიამოვნებას, ბედნიერებას განაპირობებს ეს ჰორმონი, მაგრამ ასევე მიჯაჭვულობას. ქალები, როდესაც ბავშვებს ვაჩენთ, მშობიარობის შემდგომ ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მუშავდება ოქსიტოცინი, რატომ? იმიტომ რომ აი ის დიდი და ძნელი საქმე, ყოველდღიურად საკეთებელი, რასაც ქვია ჩვილის გაზრდა, ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ეს ძალიან ძნელი არის ადამიანისათვის, თუ არა მისი ჰორმონალური ფონი, რომელიც ამაში ეხმარება. და ზოგადად ეს ოქსიტოცინი მშობიარობის მერე გამომგვიმუშავდება, გვხდის ამ ჩვენი შვილის ერთგულს, თავდადებულს, მიჯაჭვულობა ისეთი, რომ ამ ბავშვის გარეშე, რა ვიცი, მეორე ოთახში ყოფნა არ შეგიძლია, ხო? და თქვენ წარმოვიდგინეთ, იგივე ჰორმონი მუშავდება ქალის ორგანიზმში, მისი და მამაკაცის სიახლოვის შემდეგ და 99.9% ქალის წაგულავება დასრულდება იმით, რომ ამ ქალს ის თავისი წაგულავების ობიექტი შეუყვარდება, მიჯაჭვულობა გაუჩნდება, მოუნდება ოჯახის დანგრევა, გაუფუჭდება ურთიერთობები ქმართან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესე არის აწყობილი ჩვენი ბიოლოგია. კაცი კიდევ ერთხელ ორჯერ სამჯერ მერე ძალიან იოლად დაიხურავს ხუთს და წავა ისე რომ
ვითომ არც ყოფილა ის სიამოვნება და ის ვიღაცა გარეშე ქალი. აი, ესეთი სხვაობა არის ჩვენში, ჩემო ძვირფასებო, ჩვენს ბიოლოგიაში, ჩვენს ფიზიოლოგიაში, ჩვენს ჰორმონალურ ფონში. ამიტომ, ვინც გახართ ასეთი დილემის წინაშე, რომ წაიგულაოთ თუ არა, ქალებო, განსაკუთრებით თქვენ თვის არის ეს ვიდეო, იცოდეთ, რომ ამ წაგულავებას დიდი ალბათობით შეიძლება მოყვეს ის, რაც უკვე ვთქვი, აღარ გავიმეორებ. იცოდეთ, დაფიქრდით, რას იძენთ, რას კარგავთ, როდესაც იცი რა შეიძლება მოყვეს, უკვე ვაიმე ეს რა დამემართა, რა ვიცოდი რომ შემიყვარდებოდა. გეუბნები, შენ გიყვარდა.